რა თქმა უნდა, ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ვისაუბროთ ფეხბურთზე, რანაირად აუვლით გვერდს, ოდესაც მთელი მსოფლიო ამით მოცული და ჩვენს ჩართულები ვართ და სულ მეფიქრება ერთ რამეზე. როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა სპორტსმენისა, როდესაც ასეთ პროფესიულ კარიერას ასრულებს ხოლმე? თიკა ზოგადად ხანგრძლივი და ინტენსიური დატვირთვა სპორტსმენის ორგანიზმზე ან ნეგატიურ ან პოზიტიურ კვალს აუცილებლად ტოვებს. უფრო მეტად ნეგატიურს. მოდი ვისაუბროთ როგორც ნეგატიურზე, ასევე პოზიტიურზე. გავერკვეთ ამ საკითხში. თუმცა მანამდე შემოვიპატიჟებ სტუმარს, რომელიც თავად მოგვიყვება საკუთარ გამოცდილების შესახებ. ის აქტიური ფეხბურთელი იყო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მას უკავშირდება ბევრი წარმატება ჩვენი ქართული ფეხბურთისა. და დღეს როგორც ვეტერანი ფეხბურთელი ისეთ რანგში მოვიწვიეთ საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ნემსაძე შემოგვიერთდება. მოგესალმებით. გამარჯობათ. სალამი. დიდი მადლობა სტუმრისთვის. ტრადიციულად ქართული წყალი მინდა შემოგთავაზოთ, წყალი მთის, გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს გთავაზობთ და რა თქმა უნდა ეს გახლავთ ბრომატის გარეშე მიირთვით. მადლობა. როგორ გზობთ თავს ბატონო გიორგი? ფიზიკურად რა თქმა უნდა. ბატონიშვილის წყალზე გამახსენდა და წყალი იყო როგორი აუტანელი სიცით აი რაღაცა ატრიბუტია ფეხბურთელისთვის რომ წონაში არ მოგემატა რაღაც მე უცხოეთში წავედ უკვე და დავიწყეთ ცოტა გათვითცნობიერება ყველაფერს ვარჩევს აჩერებდნენ წვრთნელები რომ წყალი მიგვეცა. აელიათ. ანუ ჩვენთან ადრე წყალს არ ასმევდეთ და იხჩობოდით წყურვალები და ასე ზუსტად ეგრე იყო რომ ამდენად ხო და ჩვენ არ ვხვდავთ წყალს და დალიეთ რამდენიც გნებავთ. ეხლა მაინტერესებს მართლა რა ხდება ხოლმე სპორტსმენის ცხოვრებაში, როდესაც ასრულებს კარიერას. არა ემოციური, რა თქმა უნდა, ემოციური ძართული იქნება. მან წავიდეთ ფიზიოლოგიურ, ესე ვთქვათ, მდგომარეობაზე. აი თქვენ რა შენიშნეთ სხვაობები? ის რაც ჩვენი ცხოვრების მანძილზე ვითმენდით და სულ შეკრებებზე ვიყავით და მოკლებული ვიყავით რაღაცა ცხოვრებას, ესე აქტიურ ცხოვრებას. ადამიანურ და არაფერი ჩვენთვის არ იყო მისაღები, იმიტომ რომ აუცილებლად 11 საათის სახში მოყოფილიყავით, დაგვეძინა, მეორე დღეს ორ მაგივალიშები და ასე შემდეგ. და რომ აი გაგიხსნიან რა საშუალებას, რომ რაღაცა საშუალებები მოგცეს და მაგრამ ყველაზე მეორე ფაქტორი რა არის? დილას რომ იყვიძებ და ვარჯი არ მიდიხარ. აი გაურკვევლობა ხო? ეს იყო ჩვენ კატასტროფაა რა ადამიანის. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ფეხბურთელისთვის როგორც შემიგადასახედა. და ფიზიკურად მივხვდით რომ რაღაცა ტკიებია და არ ტკიებია და დავშე წონაში მომატება დაიწყეთ, აი რა სხვაობები დაინახე? დისკომფორტი არის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქტიურ სპორტს მორჩები, ვეღარ აკონტროლებ წონას, უფრო თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობ და დროთა განმავლობაში წონაში რომ ცოტა იმატებ. მესმის, მაგრამ დავშე გულმა შეგაწუხა თუ სახსარმა თუ მუხლმა თუ რაღაცა, ეგეთი რაღაცები არ არის. არა, იმიტომ რომ ჩვენ ხა როცა ვრჩებით ხა აქტიურ და პროფესიონალ სპორტს, გადავდივართ ესე ვეტერანები ვიკრიბებით და ვთამაშობთ. კვირაში სამჯერ ხო. ესეთი დატვირთვით, კვირაში სამჯერ. კარგით, მოდით, მაშინ მე ხა ჩამოვთვლი, ესე ვთქვათ, ძირითადად გავრცელებულ სიმპტომატიკას ან რაღაც წუხილს, რომელიც აწუხებთ ხოლმე სპორტსმენებს, რომლებიც ანებებენ თავს აქტიურ სპორტს და ნახოთ რა სიტუაცია გვექნება გიორგის მიმართებაში და ზოგადად გავიგოთ რა შეიძლება აწუხებდეს სპორტსმენს კარიერის დასრულების შემდგომ. დავიწყებთ ძვლით, ძვალს ავიღებ და გეტყვით რომ სპორტსმენებში განსაკუთრებით ძვალი არ მიხსენოთ. სამი ოპერაციაა გაკეთებული, მუხლის და რთული ოპერაციები გადატანილი და სხვათა შორის 34 სასახში მოვჭი და ბოლოს 2 წელი უკვე თბილისში გავატარე დინამო თბილისში. აი ეს ტრავმები რა მქონდა უფრო მეც. ანუ ეს იყო კარიერის პროცესში, ეს სამი ოპერაცია თავისთავად. დამეთანხმებით რომ არის აქილევსის ქუსლივით, ნუ ყველასთან არა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ ფეხბურთელებს ხშირად ქუსლი რიცხო ძვალია. რა თქმა უნდა, ოსტეოართრიტები და მუხლის სახსარში, მენჯმან-რძაყის სახსარში, კოჭ-წვივის სახსარში, ხო? ამიტომ აი ესეთ ადამიანებში ართრიტის განვითარების რისკი 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე არასპორტსმენ ადამიანებში და როგორც აღმოჩნდა აი ოპერაციაზე საუბრობდით თქვენ, ხო? მუხლის პროთეზის ჩანაცვლება, ანუ გამოცვლის აუცილებლობა 3-ჯერ უფრო მაღალია პროფესიონალ ფეხბურთელებში ვიდრე არაპროფესიონალ. ეხლა არ გასწრებით ოპერაციები და დაღლილი მუხლი? არა, გვაქვს ტკივილები გვაქვს, ასე შეიძლება ესე შემოჩნევას დავდივართ და რაღაც არ ვკოჭრობთ, მაგრამ აი გადაიკეთეთ მაშინ თუ საიდუმლოა. აი ხტილების ოპერაცია ქვია, მაგას კარტრიჯი იყო, ხო, რაღაც უმეტ მეუნებოდნენ. მენისკი. კარტრიჯი, არა, რა მენისკი.
ნედავას ხარჯე გამეკეთები და მენისკი მაგი ავიტანდი კიდე და ეს კიდე უფრო რთულიც არის. ათში არ ველოდესაც აქვს ძალიან რთული ოპერაცია რომელიც აი მართლა დაღი დაასვა ჩვენ კარიერას რა. ფოტოშოის რო ამოხვით, მე მგონი მაგ მოხრით ამოხვით და კი ვიფიქრე რომ ხო არა წუხებს თქო. მაგიტომ ვიკითხე. სვეტა ხდება ამ ყველასთან, უბრალოდ თქვენთან უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ჩემი არასწორი მკურნალობის გამო მოხდა რატო იმ პერიოდში ხა არ ვიყავით ძალიან გაწვიცნობიერებულები და მენისკის ოპერაცია დამჭირდა, გერმანიაში გამიკეთეს ოპერაცია და როგორც მახსოვს გერმანიის ნაკრების ექიმი იყო, მაგარ მითხრა რომ მთელი ეს მენისკიო სულ ამოვიღეთო, რომელიც არ შეიძლება ამოღება მე როგორც არ ვიცი ხა თქვენ უფრო უნდა შეგეკითხოთ და მე მოხდა ამისი დეფორმაცია, რომელიც აი ცოტა განმავლობაში მაგან გამოიწვია უკვე ხრტილების დეფორმაცია, ანთების პროცესი, ტკივილი, ხო, შეშუპება. ტილოვანი სახსარი გაქვთ გამოცდილი. აი ზუსტად ესეა. კი ბატონო. მეორე ნეგატივი რაც შეიძლება იყოს, ეს არის ქრონიკული ტკივილი. ამ შემთხვევაში ეს არის მიკროტრაუმებით გამოწვეული ან ძლიერი ტრამვის შედეგად გამოწვეული, დეფორმაციას იღებს სახსროვანი აპარატი და ასე შემდეგ. სწორედ აქედან გამომდინარე ირღვევა იქ მიკროცირკულაცია და რაღაც პროცესები, ფიზიოლოგიური პროცესები, რაც უმეტესწილად იწვევს დეგრადაციულ ცვლილებებს, შეუქცევას ხრტილოვანი აპარატის და საყრდენმამოწევრობის სისტემაში და სწორედ ასეთ შემთხვევაში ღებულობენ ადამიანები ხშირად ტკივილ გამაყუჩებელ. მკურნალობა არ განვითარდა, ანუ არ წავიდა. ხო, შეიძლება რაღაცა ესეთი ფატალური მომდე მიხვიდე ადამიანი, რომელიც მართლა ეხლა გაწუხებთ ტკივილები? კი, მაწუხებს. ღიარ გავარო რაღაც გამაყუჩებელი მაინც არ მივიღო. უი, თან მithumetes როცა თქვა ამინდირო იქრება რაღაცეები, მაგაზე გააქვთ ეს ცოტა რაღაც მაინც ახსარი რა ხან არის და ასე შემდეგ. ისეთი ხშირი ტკივილი მაქვს, რომ იმას აღარ ვაბრალებ. ასევე ძალიან ყურად საღებოა ნეიროკოგნიტიური მდგომარეობა, რას გულისხმობს? აი მაგალითად ეს მცველებს ემართება ძირითად შემთხვევაში, როდესაც მათ უწევთ ნებით თუ უნებლიეთ ან ბურთის მოგერიება, ეს ხდება თავის მეშვეობით, ამ დროს არის განმეორებითი მიკროტრაუმებია თავის ტვინზე და ამ შემთხვევაში ეს ნეიროკოგნიტიური მდგომარეობა იცვლება. ეს ნეიროკოგნიტიური ცვლილებები მეკარეებს არ აღენიშნებათ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ისინი თავით, ნაკლებად იშვიათად უწევთ თამაში, ამიტომ მათ ეს რომ ვარდები თავი არ ყანყალებს? არა, კი, თავით არ უწევთ თამაში, მაგრამ ხშირად უწევთ შტანგაზე თავის მეწყვა. მართლა, ხო? გადავიდეთ ახლა პოზიტიურ რაღაცებზე, რაც მოყვება ხოლმე აქტიური სპორტის შემდგომ ასეთი ცხოვრების წესი. ფეხბურთელის ცხოვრების ხანგრძლივობა გაზრდილია სტატისტიკის მიხედვით. აქ რა თქმა უნდა არსებობს ამის საფუძველიც, რომ ნაკლებია გულის დაავადებების რისკი. უი, იმიტომ რომ სულ კარდიოდატვირთვა რო გქონდათ გავარჯიშებული აქვს გული. გული ქონიათ ყოჩაღად ყველა სპორტსმენს. დაგეთახვევით, მაგრამ აი, რეზოც გააჟღერებს ერთ ვერსიას. ასევე აქტიურ სპორტის დროს 61%-ით შემცირებულია რისკი იმისა, რომ განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი. თუმცა სამწუხაროდ სპორტისგან ჩამოშორების შემდეგ მატულობს წონაში ხდება მატება და ეს რისკი ისე მცირდება. ავტომატურად იცით რატო ხდება? იმატებს ადამიანი უკვე, იმიტომ რომ მაგ რეჟიმს რო ჩამოშორდება, იღებს რა თქმა უნდა წონას და წონა უკვე არის არასახარბიო კი არა, ის ფაქტორებია ძალიან დიდი. კი და გარდა იმისა, რომ დავუშვათ ფიზიკური აქტივობა იკლებს, რა თქმა უნდა, ესეთი დატვირთვა არ აქვს ხელს და ხარჯი, ასე ვთქვათ, ენერგიის ხარჯი. ამასთან ერთად ის ყვების ჩვევები, რაც იმ დიდი ხარჯიანობის დროს ქონდა, ის ჩვევარჩება და შესაბამისად ბალანსი რადგან ირღვევა, ამიტომ წონას არ არის იშვიათი მოვლენა. სპორტში არის როგორი რაღაცა, რომ აი ვთქვათ, სეზონს ავთავრებს ფეხბურთელი, მომენტალურად არ აკეთებს, ვთქვათ, გაჩერებას, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი უნდა ზუსტად სუბუქი სასიამოვნო ვარჯიშებით გაართვას თავი. დასვენებას რას ეძახდით ფეხბურთელები, მაინც ყოველდღიურად აგრძელებდით ვარჯიშს თუ რაღაცა 2-3 დღეან ერთი კვირა მთლიანად ის. კი, არა, წახვიდა საერთოდ მოეშვა და აქტიურ დასვენებას მიყო ხელი, ვერ მოისვენებს ადამიანი. ანუ ნამდვილი სპორტსმენი ესე ვერ შეძლებს. ამიტომ შეიძლება თქვა კალათბურთი ან რაღაცა სხვა სპორტის სახეობით დავკავდეთ, მაგრამ სულ მოძრაობაში უნდა იყოს. ჩვენიერი და ბოლოსკენ მოდით კითხავთ, რა ხდება, ვინ გაიმარჯვებს მსოფლიო ჩემპიონატში, ვისი იმედი გქონდეს? სამხრეთული
ფეხბურთი მიყვარს, ეს არის ესპანეთი, არგენტინა, ესეთი. მივხვდით. ესეთი უფრო კომბინაციური და უფრო საინტერესო ფეხბურთს მაგაში ვხედავ. თუმცა ბრაზილიაც ახლოს არის ძალიან. იყო, სადაც მესია იყოს. სადაც მესია. პირველ თამაშზე თავისი კლასი აჩვენა. სასწაული, ნამდვილად. მასტერკლასი დადო პირველ თამაშში 3 გოლი. 3 ბურთი. ნახეთ როგორ ვერ ყვევი. ადრე 29 წელს ასაკში საქართველოში და დინამო თბილისის ძველ დინამოს ვიძახი იყო ჩამოწერილი ფეხბურთელი და ეხლა აი ბრიტანეთში მაგალითად ხო 28-29 წლის უკვე აი პიკში არის ფეხბურთელი და ესე კი ბატონო და უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება ფეხბურთელი რო ეს არის თავმოყრილი ეს არის 39-ის? არა, ეს უკვე გადაჭარბებულია, მაგრამ იმხელა კლასის ფეხბურთელია, რომ მაგას კიდევ მაგას არაფერი არ ეჩვენება. თუმცა მაინც მოუწევს ვეტერანთა რიგში გადაინაცვლოს, ადრე თუ გვიან, სამწუხარო არის მისი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მოუწევს და იცოდეს ჩვენგან, რომ შეიძლება გასუქდეს, გული კარგად ექნება, დიაბეტის რისკები არ ექნება. და ტრავმები რაც ქონდა ეს მიკროტრაუმები იყო თუ დიდი ის თავს გაახსენებს ხოლმე მაგრამ მაინც ბედნიერად გააგრძელებს ცხოვრებას მადლობა გიორგი რომ გვესტუმრეთ წარმატებები თქვენს საყვარელ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე თქვენ კიდე ჯანმრთელობა და მადლობა